დღეს მდიდარი ადამიანებიც უკვე ნადირობენ მაღალ სიხშირეებზე 21 საუკუნეა და უკვე სიტყვა სიხშირე არავის აღარ უყვრის frequencies და რაც უფრო შინაგანად თავისუფალია ადამიანი და ამ თავისუფლებაში ფული ვერ მოგიტანს მით უფრო მაღალი არის შენი frequency და ის ფულიანი რო უყურებს რომ შენი frequency შენი სიხშირე მაღალია მას შურს შენი მაგრამ ამ frequencies ეს frequency არ იყიდება ეს არის დიდი შრომის შედეგი ამიტომაც ამ frequencies ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ასევე არის რომ არ უნდა იყოს შურიანი არ უნდა იყოს ბოროტი აი ყველაფერი ნეგატიური უნდა გადავწიოთ გვერდზე რომ მაღალ სიხშირეზე ახვიდე აი ეს ძალიან ძნელია მეგობრებო ერთეულები აღწევენ ამას ეს არის ეგრეთ წოდებული enlightenment-ი და ასე შემდეგ და რამდენჯერ გვინახია ეს ძალიან მდიდარი ადამიანები დაურიგებია თავიანთი ქონება ყველაფერი და ამ enlightenment-ის გზაზე დამდგარან 21 საუკუნეა ხალხო აი ეს საცოდავები ვართ რომ ესე ფულზე დამოკიდებულები რო ვართ ძალიან ცოდოები ვართ როდესაც high frequency-ში ხარ ის ფინანსებიც თავისით მოდის აი გაიხედა უცებ რაღაცა საიდანაც ფული შემოვიდა გაიხედა ისე არ ელოდები რაღაცა დახმარება ნუ რო ვიცხოვროთ ახლა ფულის გარეშე ცხოვრება ძნელია და ფულზე გაყიდვა ეს არის შენი frequencies დანგრევა და ასე შემდეგ და მე ამას ვერ ვისებ იცი ეთყობა შენ არ შემოგთავაზე საკმარისი თანხა შესეთი არავის არაფერი არ შემოუთავაზებია რომ შემოეთავაზებინა და რა უნდა გამეკეთებინა მეთხრით რას ვიზამდი იმ ფულით ვიშოპინგებდი ვიყიდიდი ჰერმესის ჩანთებს შმოტკებს შანელის კაბებს გუჩის კაბებს თვითონ არ მქონდეს გადავიხდიდი ბანკის სვალს ვიმოგზაურებდი და რა შინაგანი სიცარიელი როდესაც ადამიანის კუმირი ბავშვობიდან არის ექვთიმე თაყაიშვილი და ის არის შენი სათაყვანებელი ხატება ეს უკვე ზის გენოკოდში აი აქ ზის და თან არ დაკავისდეთ რომ მე ოთარ ფარულაშვილი ვარ ასე რომ ეს პასუხი მომწერეს რა